მოგესალმებით ყველას მეგობრებო. ვაგრძელოთ ჩვენ თამაშს, ჩვენ დაწყებულ კამპანიას. და წინა სერიაში დავყევით ესეთი მძიმე მემკვიდრეობა. ხო? გამოცხადებული ომები აი ამ ტერიტორიებისთვის აქეთ ყველა ნაგავია გვხვდება დასუსტებულები რო ვნახეს. ვიდეო. ნუ სავარაუდოდ აი ამ ტერიტორიებისთვის ეს ტერიტორიები იდეაში ძალიან არც მაინტერესებს. მე მაინტერესებს ნუ აი ეს ტიტული რომელიც გავიდა და ის დანარჩენი ტერიტორიების ნაწილი რომლებიც რა ნათო გამოაცხადეს თლიანად იმით რა. ნორვეგიის საკონგრესის თანაბარი ტიტულია. ასევე სუომი რომელიც თანაბარი და თითქმის ერთი და იგივე ისა. თითქმის ერთი და იგივე ისა. არ ვიცი. მოკლედ მე აღარ ვაპირებ. ესე გაგრძელებოს ამის თანაბარი ორი ტიტული მანამდე შექმნა შემოვიერთო სანამ ანუ იმპერიის შექმნის დრო არ მოვა. იმიტომ რომ ეგეთი მდგომარეობა მექნება ყოველთვის. ანუ ეტაპობრივად მიზანმიმართულად ნაწილ-ნაწილ წყნარად ჩვილად გავაგზავნებთ ახლა ამ კამპანიას და ჯერჯერობით დავამარცხებთ ამ არსებული ომიდან ამ წლებს და მე უკვე გადავართ დანარჩენი შემოერთებაზე. ანუ კომენტარში დამიწერეთ თუ გინდათ რომ საერთოდ ეს კამპანია გავაგრძელო. 1555 წლამდე გამაგრძელებინებს, მე ავტომატურად მაინც გაგდებს. პროგრამა რჩება რა თამაში უბრალოდ. როგორც არის რაც არის და იკლის მე იმას. თუ რა ვიცი თუ გინდათ მე მექნება თქვენი ნებასულიდან გამომდინარე ვითამაშებ. ხო და დამიწერეთ მაინც რა მომდევნო სერია გადავიღო თუ არა ამ სერიის მერე. თუ გინდათ რომ გადავიღო, ანუ გავაგზავნებ რა ამ თამაშს მე და გადავიღებ გავაგზავნებ ჩვეულებრივი სერიის. თუ არა და მეზარება ნამდვილად ჩემიც გაიგეთ მეგობრებო, მე მინდა რომ გაიგოთ. ძალიან კარგი იქნება უბრალოდ. გაიგოთ. ჯერჯერობით ამათ დავამარცხებ. აუცილებლად დავამარცხებ თან რა. ნახეთ, ამათი პატარ-პატარა ისინი მებრძვიან რა, ფაქტიურად. ესეთი ისინი სამთავროები რა. და ნუ ეს რა თქმა უნდა ეს. ხო. მთლიანი ის. ესენი საკმაოდ გაძლიერდნენ და დიდი ტერიტორია უჭიროთ. მაინც ეს არის რა, ამის ის არის. ვასალი და შესაბამისად არ მგონია ეს ვერ მომიგებს. გამორიცხული. ეს 100%. ქვეშაპსია დავამარცხეთ.
ეხლა ამათ მივხედოთ სრულიად. არ არის ძოთა განმავლობაში გამორიცხული, რომ აქ რო ეს დაიღუპება, ამას მემკვიდრეები როგორც საჭიროა, ისე თუ არ ეყოლა, ეს ტერიტორიები ისევ შემომიერთდეს მე. მაგერ ყავს. და თქვენ წარმოიდგინეთ. ხო. შეიძლება ერთი საერთო მემკვიდრეც ყავდეს ჩვენ და ისევ იმის ქვეშ გაერთიანდეს ეს ორივე ტიტული და ეს მიწებიც. ნუ იდეაში ერთ სამეფოთ, მაგრამ მაინც ანუ აღარ მიმაჩნია უკვე მიზანშეწონილად რომ ანუ თანაბარი ტიტული შეიერთო რა. არ უნდა შემექმნა მე შეცდომა დაუშვი ნამდვილად. ეს ვიზა არის ის თუ კი შეიძლება ამის დუელში გამოწვევას. არა. ნუ მოკლედ ცოტა უნდა ვიშრომოთ რა. ეფექტურად თუ გვინდა რამის გაკეთება უნდა ვიშრომოთ. ახალი ომი. საიდან? ნუ გადაწყვიტა რომ რაღაც დრო იყო რომ რაცა მიწების ნაწილი შემოერთებინა, ხო? ამასაც მოუგრეხთ კისერს პრობლემა არ არის. ცასი. ხა გადავერთოთ სულად იქით. ამას მაშინ მოდი შევთავაზოთ ალიანსი, ხო? შეიძლება ესეთი რაღაც კი. ზადაური მახსოვს შეთქმულება. ძალიან დიდი ტერიტორიის მიწევს. მოვლა. ის უკვე ფაქტიურად ერთი წელი დავჭირდა რომ ის კიდე რა ჩამოვეჭით ხო. ძალიან კიდურეს აღმოსავლეთში რუსეთის შორეულ ტერიტორიებში ლაშქრობებს და ჩემი მშობლიური მამული 60-მა წაიყოლეს, აჰა. საშინელები ხდა.
უღლედ გარდაიცვალა. და უნდა მევიყვანოთ ახალი, ხო? ეს მაგალითად ჩემი ვასალი. მოდი მოვიყვანოთ, აბა. ჩემი რა არო რაღაც. საკმაოდ ძლევამოსილი ვასალი ხო აბა. აი ესე იყოს всё. ანუ ახლა რას ვიზა ვიცი? აკეთა მხარეს აღარ მივაწვევი, ხელს არ დავადებ. აი ამას ავიწვევ ქლიანად და თუ გავაგზელე რა. ამას გავარ ბოლოში. ამათ დედას უტირებს უ. და მე ერთნაირად მივხედავ აი აქეთ ამ ყველაფერს. ნიკა გავაშენოთ რაღაცები. მაკაც. ნამდვილად მივხედოთ. რა ჩემია, მასე ვიზრუნოთ კარგად. ბევრი არაფერი არ დამჭერ, როგორც იტყობა და ტერიტორიებიდან. ეგ არაფერი არ არის. ამას გავაერთიანებ ეტაპობრივად. დავიწყოთ ახალიო, მიეგრევე რა. სად. აის დავიწყოთ. პირდაპირ დავიდეთ. რამდენი ვასალი გამომეხმაურება პრიზივზე. საკმაოდ ბევრი. შეიძლება რომ მასთან რაღაც კაი ომი წარმართო რა. წნარად შვიდად გავაკეთოთ ჩვენი საქმე, ერთი სიტყვით. ადრე თუ გვიან მე ესე რომ გავაგზავნილ და გავაერთიანებ ამ ტერიტორიებს მაინც. უბრალოდ აღარ ვიჩქარებ, თანაბარი ტიტულებით აღარაფერი აღარ გაიყოფა და ამ შვენიერი შესანიშნავი მე ვიტყოდი. გოგო მეყოლა უქსახკა. ცნაური საყვარელი სახელები ერთდაის. სამი 2000 წინა რომელი პლიუსა დინარის გადმოდახვაზე ჯარიმა ამათ მოდი გაიმიოთ სარდები ყვა აი ნახოთ აბა რა ხდება არა წავაგი რა დროს მთელი არმია შევკრიბოთ მაშინ ახლა ხო? სადაც ვიხევთ როგორც მოვდივართ. სადიანსი კიდე ერთი ვინაიდან და რადგან ცოტა ხან გვიჭირს ამისი 2000 კაცის სასიცოცხლოს მნიშვნელოვანი იქნება.
ამათ იდეაში არ მგონია მაინც არ შესწრებთ უნარი. ეგ გამორიცხულია რომ მე მაჯობო ზოგადად. წააგებენ აუცილებლად რა. აუცილებლად. იქნება დიდი გენერალური ბრძოლა 1 მოვიგე სერბეთიო ციცუცით ნახე ბალკანეთზე რომ ხელისახელმწიფო შეუქმნიათ ერთი და ჩრდილოეთშიც რამდენიმე წაკს დათრეული ბიზანტიას მეტნაკლებად თავისი რაღაცა პოზიციები გაუმყარებია. მაგრამ მაინც სამარცხვინოა კონსტანტინოპოლი ერთ და კარგულია. ეხლა რა ვიცი. რა უნდა ელაპარაკო ხო? ეს სატყუარს წამოეგნენ კიდე. ესე. проценты. ტერიტორია მოუნდა. საფათვე დაუმტკიცებ რომ შეცდა. მასალების ხარდაჭერა რომ ხელა ფართო ექსპანსიურ ბრძოლაზე ძალიან დიდია. დიახი დამცადოთ გასვლა რა, იმიტომ რომ ახლა წამოვიდეთ იქიდან აგერ. მიკრიბებია თავს მოიყრია.
განსაცდელები ხდება. მოკლედ ერთი წულთვალებიანი ჯიში და ოჯახში შემოვიყოლე და უკვე გენეტიკაზე აისახა რა. ვამრავლებს და ვამრავლებს რაღაც ფინური ნაკვთებისთვის შეუსაბამო იმებს. იმას თაობებს. ჩრდილოური სკანდინავიური საზოგადოებისთვის შეუსაბამო ნაკვთებიან იმებს, შვილიშვილებს და შთამომავლობას და იმას. ესეც ეგრე. რაღაცა ციხეში ჩაჯდება. ახლა ვისწავლოთ რა.
რა გაკეთა ესა? როგორ უცებ ისქნა? საოცრება. რეაქცია გიყოლა ყველა. ვისაც შეგვიძლია. თითო აი ეს კაია. სკსა შეგვეჩხალა. ამან მართლობა შეცვალა. და ის განცდილებები არიან სიმპლურია. შემდეგ აქეთ მოვიდეთ. მეთოდულად მივყვეთ. და ქალაქი ავიღოთ. ადმინისტრაციული ცენტრია სამეფოსი. ამათ უნდა შევახსენო ჩემი იარაღის პრესტიჟი ცოტა რომ არ დამოიწყებია ომი მიუხედავად მცირე წარმატებლებებისა. რა კარგი არ მიევიყოთ შეკრებილი ხედა? ამაზე ბრძოლა გარდაუვალია რა. ესე და ეხა მოვიდეთ. 6000, 7000 და ანუ თებია და შევეთ არ დავისკოთ. შეიძლება წავალ. ესე მიდის რა ეს თავისი. ას ხო ხრიდან შემომივი, საიდანაც უსაფრთხო იქნება თავდასხმა.